არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ახსოვს ყველაფერი, რაც კი ცხოვრებაში აქვს გამოვლილი. შეეცადეთ გაიხსენოთ ყველაფერი, რაც გადაგხდომიათ, ქუჩა, სახლი, საგანი, რომლებსაც უყურებდით, ყველა სიტყვა და რიცხვი, რომლებიც გისწავლიათ, თითქოს ამას დასასრული არ აქვს. ჩვენს ტვინში არის მხედველობითი მეხსიერების ცენტრი, სადაც დაფიქსირებულია ყველაფერი, რასაც ვუყურებდით, როგორც ფოტოარქივში. ჯერ არ არის გამოკვლეული თუ როგორ ხდება ეს დამახსოვრება, მაგრამ ვიცით, რომ ეს დალაგებულად ხდება ობიექტთან შეთანხმებით. ამ დალაგებული მახსოვრობით სავსებით შესაძლებელია, რომ ერთი სექცია დაზიანდეს, ისე რომ სხვებს არაფერი დაუშავდეს. მაგალითად, ტვინის დაზიანების ან სისხლდენის შემთხვევაში ადამიანმა შეიძლება დაკარგოს მეხსიერების ნაწილი, შეიძლება დაავიწყდეს სიტყვები, მაგრამ ახსოვდეს ციფრები და ასე შემდეგ. ხანდახან ადამიანებს მეხსიერებაში ჩავარდნა აქვთ. ეს შეიძლება გამოწვეული იქნას ასაკით, ტრამვით, რის შედეგადაც ისინი ვეღარ იმახსოვრებენ იმას, რასაც ხედავენ, მაგრამ ცნობენ საგნებს, რომლებსაც ეხებიან. ადამიანის ტვინში ასევე არის სმენითი მახსოვრობის ცენტრი. იქ ინახება ყველა ბგერა, რაც კი ოდესმე დაგვიმახსოვრებია. ასევე შესაძლებელია ადამიანს სრული ამნეზია დაემართოს. ხშირად ამის მიზეზი ძლიერი ნერვიულობა ხდება, რის გამოც ადამიანს ბევრი რამ ავიწყდება. მას ქვეცნობიერად არ უნდა მათი გახსენება. დღეისთვის კი სულ ეს იყო. დააჭირეთ subscribe-ის გვერდზე მოცემულ ზარს, რათა ავტომატურად მიიღოთ შეტყობინება, როდესაც ახალი ვიდეო დაიდება არხზე. მომავალ შეხვედრამდე.